და დღის სხვა მოვლენები საქართველოს მწერალთა კავშირში ჯემალ აჯიაშვილის სამძიმრის წიგნი გაიხსნა. გამოჩენილი ქართველი ებრაელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ისრაელში 5 იანვარს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მწერალთა კავშირში პრემიერ-მინისტრი ბიზინა ივანიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მივიდნენ. ჯემალ აჯიაშვილი 1944 წლის 23 მარტს დაბა სენაკში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ მცოდნეობის ფაკულტეტი. იყო 3 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის და ებრაულ თემთა ორგანიზაციათა წევრი. მთელი თავისი მოღვაწეობა მან მიუძღვა ამ ორი უძველესი ერის დაახლოებას. ებრაული კლასიკური პოეზიის თარგმანებით დიდი განძი, საგანძური შეიტანა ქართულ პოეზიაში. მე მას ვიცნობდი ბავშვობიდან, რადგანაც ის ჩემს მშობლებთან მეგობრობდა. ძალიან გული დამწყდა მისი გარდაცვალების გამო. იგი გარდა იმისა, რომ იყო ძალიან დიდი პოეტი და ძალიან დიდი მთარგმნელი უპირველეს ყოვლისა და ქართული და ებრაული პოეზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, გახდათ აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და იგი მუშაობდა ისრაელში საქართველოს საელჩოში.